გამარჯობა, ორშაბათს საღამოა და ეთერშია ჩვენი პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა, რომლის სპონსორიც არის კლინიკა ნეოლაბი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო 2 კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ძალიან აქტუალური თემა იყო, ეს არის მუნი. ფაქტობრივად სოციალური ქსელები აფეთქდა. გია მაია, მოგესალმებით, მადლობა. ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მაყურებლის ინტერესს დავაკმაყოფილებთ და გამოჩნდა შენი პოსტი. ერთ-ერთი პირველი იყო მუნთან დაკავშირებით. რეალურად ის პანიკა, რაც სოციალურ ქსელებში ახლა რეალობას შეესაბამება, რომ მართლა მომრავლებულია ასე ეს მუნის შემთხვევები, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიებიც გამოჩნდნენ და რაღაცა მუნის რაღაცნაირად საწინააღმდეგო შტაბიც ლამის შექმნეს, რომ რაღაც როგორ უნდა დაემარცხებინათ მუნი ქვეყანაში. აი ეს პანიკა საფუძვლიანია თუ არ არის საფუძვლიანი? ზუსტი სტატისტიკა, რო ვთქვათ, არ გვაქვს. რომ შევადაროთ მაგალითად წინა წლებს. ახლა მე შემიძლია ვთქვა უბრალოდ, რომ ჩვეულებრივი ინფექციონისტის პრაქტიკაში და გიაც ითქოს ალბათ ალგორითმის პრაქტიკაშიც მუნი არც თუ იშვიათი მოვლენაა. მათ შორის გართულებული და საკმაოდ ჯიუტი მორეციდივე მუნიც. ანუ ეს არ არის ის დაავადება, რომელიც არ იყო და უცებ გამოჩნდა. ციფრები ხა მართლა წელს მეტია თუ უბრალოდ ყურადღება მიექცა და სოციალური ქსელები აფეთქდა ამ ინფორმაციით და ამიტომ უკვე ყურადღება ძალიან ასე ჯაჭვური რეაქცია წავიდა. აი ამაზე ზუსტად ვერ გეტყვით, რაც შეეხება ეს მომართვიანობა უშუალოდ პაციენტების გაზრდილი არ შეინიშნება ნამდვილად. არ ვიცი რას ამბობენ დერმატოლოგები. ყოველ შემთხვევაში მაინც ალბათ უფრო დიდი წილი არის ყურადღების მიქცევის ფაქტი და არა ის, რომ წელს რაღაცა განსაკუთრებულად იფეთქა. რა მიმართება ხოლმე ის იგია, რომ მუზე რო საუბრობთ ან ტილებზე, ან მეკავება ინსტინქტურად, ან ხელები ესე რაღაცნაირად ეხაც დავაფიქსირე, რომ ხელი მეკავება. აი, ხო, მაიამ დერმატოლოგები ახსენა და ჩვენ არ ვიცით, რომ რა ხდება დერმატოლოგებთან, მაგრამ ასევე მუნის შემთხვევები ძალიან ხშირად ხდებიან ხოლმე ალერგოლოგებთან, იმიტომ რომ ეს გამონაყარი ეშლება სხვადასხვა ალერგიულ გამონაყარში და შემდგომ უკვე ხდება დიაგნოსტირება. შენ კლინიკურ პრაქტიკაში რა ხდება ამ თვალსაზრისით? მოდიან დაინფიცირებული, სკაბიესით დაინფიცირებული ადამიანები? ეს მუდმივად არის ალერგოლოგის პრაქტიკაში ძალიან ხშირია, როდესაც გვიხდება დიფერენციალური დიაგნოსტიკა ალერგიულ გამონაყარსა და მუნით გამოწვეულ გამონაყარს შორის და არ არის გასაკვირი, რომ ძალიან ბევრი არის შეცდომით დასმული დიაგნოზი ალერგიის და დიდი ხნის მანძილზე ასეთი პაციენტები იტარებენ მკურნალობას ანტიჰისტამინური პრეპარატებით, თუმცა გაუმჯობესების გარეშე და ეს ერთ-ერთი თქვათ ნიშანი იმისა, როდესაც აი ანტიჰისტამინურ პრეპარატებზე არ არის გაუმჯობესება, რეაქცია არ არის ორგანიზმის მხრიდან, ამ დროს უნდა მივიტანოთ ეჭვი, რომ გვაქვს არა ალერგიასთან, არამედ მუნთან დაკავშირებული გამონაყარი. გამონაყარი საკმაოდ გავს ერთმანეთს, აი ესეთი ტიპიური შემთხვევები მუნის საკმაოდ იშვიათია და უფრო არატიპიურად მიდის, მაგრამ არის ისეთი ნიშნები, რომლითაც შეიძლება განვასხვაოთ ეს. აი მე ხა ბოდიში შეგაწყვეტინებ ატლასებში ვეძებდი მუნის გამონაყარს და ლიტერატურაში წერია, რომ წყვილ-წყვილი გამონაყარია, მაგრამ ამ წყვილ-წყვილ ხა წერტილები რო დავუშვა, ამ წყვილ-წყვილების გარჩევა ძალიან რთულია, ხო? ანუ ატლასითაც კი ძალიან რთულია, რომ გაარჩიო როგორც გამონაყარის ტიპი, თუ სპეციფიკური ანალიზი არ აიღია რა. ახლა რახან ქავილი ახლავს ასევე ალერგიულ გამონაყარს, ძალიან ხშირია ქავილის შედეგად ნაკაწრების განვითარება ძალიან ხშირად გავს ეს მუნთან დაკავშირებულ გამონაყარს. თუმცა აი მუნს ტიპიურ შემთხვევაში ახასიათებს ასეთი წყვილი გამონაყარი ძალიან მცირე. ვერ ვარჩევ მე ამ წყვილს და იმას სიმართლე გითხრა ვერ გავარჩიე ნახატ. ძალიან მცირე მანძილით 1 სანტიმეტრამდე მანძილით არის ხოლმე შესასვლელ გამოსასვლელი გამონაყარი, როგორც წესი ეს არის რუხი ფერის ან შავი ფერის გამონაყარი, რომელსაც მოყვება რუხი ფერის ასეთი ხაზობრივი გამონაყარი ტიპიურ შემთხვევაში და ამ დროს რასაკვირველია ეჭვი მიგვაქვს მუნთან დაკავშირებულ გამონაყართან, თუმცა საბოლოო დიაგნოსტიკა ხდება მიკროსკოპული გამოკვლევით. ასევე თქვათ აი ხო და მიკროსკოპში გადიდებული ნახე სკაბიესი და საშინელი შესახედით კიპა, ძალიან მახინჯით კიპა, ხო? ხო, ახლა ლამაზი ტკიპები. არა, ხო არის რაღაც. ხო, მაგრამ ეს ძალიან მახინჯით კიპა.
განსაკუთრებით აი უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდის ხდება გაძლიერება მაგალითად ქავილის ღამის საათებში, როდესაც უფრო მეტად აქტიურდება ტკიპა და იგივე კვერცხების დადება ხდება. ღამის საათებს როდესაც ვახსენებთ, ეს სითბური ეფექტია უფრო თუ უბრალოდ ღამის დღის აი ღამის საათებში აქტიურდება. და ეს არის თუ არა დიპ დიაგნოსტიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, თქვათ გავარჩიოთ ალერგიული გამონაყარი მუნისგან, როდესაც პაციენტს უსვავს შეკითხვას, რომ ღამე ხომ არ გეწყება უფრო მეტი ინტენსიური ქავილი. ხო, ერთის მხრივ სითბური ეფექტიც არის და მეორე თვითონ ტკიპას ვთქვათ ციკლის თვალსაზრისით ამ შემთხვევაში აქტიურდება იმ თვალსაზრისით, რომ ხდება კვერცხების დადება და შესაბამისად ალერგენის ანუ თვითონ რაც იწვევს ანუ ქავილს ეს ფაქტორები რასაკვირველია ძლიერდება ღამის განმავლობაში, თუმცა თბილი აბაზანის მიღების შემდეგაც აქტიურდება ეს პროცესი შესაბამისად სითბური ეფექტს აქვს თავისი. ხო, ძალიან ბევრი მითი არსებობს მუნთან დაკავშირებით, ზოგი ადამიანს რო გაიგებს რომ მუნი აქვს, იხეხება და ეს რა ქვია, ღრუბელით და მაგარი ღრუბელის რუსულ სიტყვის შესატყვისი რა არის სიტყვის? ღრუბელი, ხო და გონიათ რომ ამ ღრუბლით შეიძლება რაღაცნაირად მოხდეს აი ამ მუნის ამოძირკვა. ასევე გიამ ახსენა ნაკაწრები, მაია და როგორც ინფექციონის ასევე მინდა გკითხო რომ მუნის მეორადი გართულებები სწორედ აი ამ ფხანის შედეგად გამოწვეული ნაკაწრებში შეიძლება რაღაცა ინფექციები გავრცელდეს, ხო? ბაქტერიული ინფექციები, რომელიც კიდევ უფრო ართულებს ამ დაავადების მიმდინარეობას. კი, რა თქმა უნდა, არის ეგეთ შემთხვევები, იმიტომ რომ კანჩთიანობა დარღვეულია და შეიძლება შეიჭრას ნებისმიერი ბაქტერია და გამოიწვიოს ჩირქოვანი ხო, ეგეთი შემთხვევები ბევრი. ბევრია, იმიტომ რომ ასე თუ ისე ადამიანები ჰიგიენას იცავენ და მეორე ინფექციები არც თუ ისე ხშირია, თუმცა არის. ხო, აი ჰიგიენას როდესაც ახსენებ, მუნი მაინც სტიგმის შემცველი დაავადებაა და ანუ ადამიანების პერცეფციებში ადამიანებს გონიათ რომ თუ ადამიანი ჰიგიენას იცავს, მას მუნი არ დაემართება. რამდენად ეს სწორია, რომ ჰიგიენასთან რამდენად თქვათ კავშირშია მუნი. ზოგადად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან კავშირში, ანუ საერთო ჯამში მუნი ხშირი არ უნდა იყოს ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში, ზოგადი ფონი თუ კარგია, ასე ვთქვათ, მაგრამ ინდივიდებზე ნაკლებად არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად არის, მაგრამ შეიძლება სრულად ისეთ ადამიანსაც, რომელიც ჰიგიენას კარგად იცავს, მუნი თავისუფლად დაემართოს, არის და ძალიან სტიგმატიზებულია. ამას წინათ ჟურნალისტი მეუბნებოდა, რომ ძალიან გაუჭირდა ფაქტურად ვერ დაითანხმა ვერც ერთი პაციენტი, ვერც ერთი ბავშვის შობელი, მაშინ როდესაც აი ვთქვათ, შეიძლება სხვა ინფექციის დროს პრობლემა არ იყოს, მაგრამ ამ დაავადებას ისე როგორც ტილს ძალიან დიდი სტიგმა ახლავს თან და ეს რა თქმა უნდა არასწორია, იმიტომ რომ კიდევ მეორე ადამიანი შეიძლება ჰიგიენას იცავდეს და მაინც დაემართოს. პრობლემას წარმოადგენს ეს ქსოვილები. აი მაგალითად სულ არ მომწონდა ხოლმე ყოველთვის რესტორნებში ან სადღაც არის ტერასებზე, როდესაც იყენებენ პლედებს. ძალიან წარმოსადგენია, რომ ის რესტორანი ყოველი მომხმარებლის შემდეგ იმ პლედს კარგად ამუშავებს. ხო, თერმულად თან 50 პლუს ტემპერატურაზე. თითქმის გამორიცხული. პლედებს რო თავიდანვანებოთ, მაღაზიაშიც რო შევდივართ და ვიზომავთ სამოს. აქაც რისკი ბუნებრივი არის, რომ შეიძლება დაგვემართოს მუნი ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც გასახდელია და თქვათ შემდგომ უკვე ორთქლის უთოთი გასახდელში გასახდელში გამოყენებული ნივთი არ მუშავდება. ყველა შეიძლება ასე დაემართოს მაშინ. ხო, უბრალოდ შედარებით ხანგრძლივი უნდა იყოს კონტაქტი პლედზე, იმიტომ უფრო გავამახვილე ყურადღება, რომ შეიძლება მთელი საღამო. ზოგი იცი რამდენ ხანს იზომავს გასაცმელს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს არჩევ. ეფექტი კონტაქტი ნაკლებად საშიშია. თუმცა გარკვეული რისკი არა, თქმა უნდა და კიდევ ერთი რომ 3 დღე თუა გასული ეტკიპა იღუპება. ანუ თუ ვთქვათ ზედიზედ რამდენიმე მომხმარებელი იყენებს ამ დაინფიცირებულ ქსოვილს, მაშინ რისკი არსებობს, რა თქმა უნდა. იმის თქმა მინდა, რომ
ძალიან ადვილად გადამდები ინფექცია ეს არ არის. ანუ რაღაცნაირად ახლა ძალიან პანიკა. ბევრი ადამიანი მეკითხება ტრანსპორტში ვთქვათ ხოლმე და ხელთათმანებით ადის ხალხი და ძალიან წუხან. ეხლა რაღაც კოვიდის მერე თითქოს ჩაწყარებული იყო ესეთი რაღაცნაირი პანიკური სიტუაცია და ეხლა მუნთან დაკავშირებით ადამიანები ცოტა უსარგებლო ზედმეტ რაღაც პრევენციულ რაღაცებს აკეთებენ. ობიექტურად რო გითხრა კოვიდი თუ მუნი, მე სიმართლე გითხრა კოვიდი მირჩევნია უფრო მარტივად გადაეტანა, იმიტომ რომ მუნის მკურნალობას ძალიან დიდი რიტუალების დაცვა ჭირდება და იგია მოგვიყვება რა უნდა გააკეთოს ადამიანმა მკურნალობის დროს, იმიტომ რომ კონტაქტებმაც უნდა პროფილაქტიკური მკურნალობა ჩაიტარონ, ოჯახში თუ ცხოვრობს დიდი ოჯახია, ყველამ უნდა პროფილაქტიკური. მეტად აშინებ ჩვენს მაყურებელს კოვიდი თუ მუნი? არა, რა ვიცი, მე კოვიდი მირჩევნია მუნს, იმიტომ რომ ხო რა ვიცი, მე პირადად ხო, საკმაოდ ბევრი პრეპარატი არსებობს, უბრალოდ როდესაც არის ესეთი ტიპიური შემთხვევა და აი ზოგიერთ შემთხვევაში არის ხოლმე ღრმად, ასე ვთქვათ, წასული ინფექცია, მაშინ შეიძლება არ იყოს ზედაპირულად გამოყენებული საშუალებები ეფექტური და მაშინ გვიხდება უკვე ტაბლეტირებული ფორმის გამოყენება. უმრავლეს შემთხვევაში ემორჩილება მკურნალობას და თავდება განკურნება მალამოების პერმეტრინის მალამო გამოიყენება ახლა, მაგრამ ადრე ჩვენ ბავშვობაში გახსოვთ აი გოგირდის რო ხარდა ის საშინელი სუნი ქონდა და სოფლიშორის მაინც კიდევ არსებობს ეს წესრიგში, ანუ სრულად გამთქარი. ხო, მაგრამ საშინელი სუნი ქონდა, ის ტანსაცმელზეც გადადიოდა, კატასტროფული სუნი ქონდა, იმ მალამოს, გოგირდის მალამოს რო იყენებდი, ასოციალური ვეღარ გადიოდი ქუჩაში იმ პერიოდში. ერთ-ერთი საკითხი არის ასევე ალერგიული რეაქციები ამ მალამოებზე, ადგილობრივი მოქმედების საშუალებებზე და ხშირად არის ხოლმე რომ აი მაგალითად დასტურდება რომ მართლაც ალერგია ქონია ამას ამ პაციენტს და არა მუნი, ვინაიდან უკვე მეორადი ალერგიული პროცესი არის და შესაბამისად ეს საკმაოდ ხშირია ხოლმე ალერგიული რეაქცია უკვე თვითონ სამკურნალო საშუალებებზე. მაგრამ აღსანიშნავია რომ აი ძალიან დიდი ხნის მანძილზე შეიძლება ანტიჰისტამინურ პრეპარატებს იღებდეს ეს ადამიანი სანამდე დაისმევა დიაგნოზი. სადაც აქვეითებს ესე ვიტყვით რომ ესე რაღაცა ძლიერი ეფექტი აქვს იმუნიტეტის დაქვეითებაზე ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, უბრალოდ ზედმეტად მოხმარება ნებისმიერი პრეპარატის თავისი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება. ერთ-ერთი რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს არის თვითონ ეპიდემიოლოგიური კუთხით, ანუ ალერგია როგორც წესი ადამიანს ემართება დამოუკიდებლად და როგორც წესი ოჯახური შემთხვევები ალერგიის, ასე ვთქვათ, გამწვევების არ გვაქვს და თუ კი ოჯახში ვაკვირდებით რომ რამდენიმე ადამიანს ერთად აქვს ეწება ფხანა სიმპტომები, ხო, ზოგჯერ არის ფსიქოლოგიური ქავილის გამოწვევა, მაგრამ რეალურად შეიძლება ოჯახში იყოს რამდენიმე შემთხვევა და ესეც ერთ-ერთი მანიშნებელი ნიშანია. არ არის. აი ბევრი არგუმენტს იყენებს რომ მარტო მე მაქვს ოჯახის წევრებს არ აქვს და როგორ შეიძლება რომ უნი მქონდეს, მაგრამ შეიძლება ეგრეც იყოს რომ ერთს მქონდეს და სხვებს არა. და რა არის, აი ვიღაცას ემართება, ვიღაცას არა და კონტაქტი არის ინტენსიური, აი რა ის აქვს ეს ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურება. ეს ინფექციაზეა 100%-ით გადამდები ინფექცია ალბათ ერთადერთი წითელა თუ არავის არ აქვს ოჯახში. თუ აცლილი არ არის, გადატანილი არ აქვს, თორე ინფექციური დაავადებების გადადება ესე 100% არ არის არც ერთის და მათ შორის არც მუნის, რა თქმა უნდა და კიდევ მეორე შეიძლება ოჯახის წევრებს შორისაც არ იყოს ისეთი ჭიდრო კანით კანზე კონტაქტი ან საერთო ქსოვილებს რაღაც არ იყენებდნენ, აუცილებელი სულ არ არის ოჯახის წევრებს გადავიდეს, თუმცა თუ ოჯახის რამდენიმე წევრს აქვს, ეს უკვე გარკვეულწილად. ქართულად ისე ამ მუნს ქვია ძალიან ლამაზი სახელი ბღერი, ხო, მომწონს ეს სახელი ბღერი. ისე ნოზემი და გავაგრძელო ისე გადადებაზე. მოკლედ ცდილობდი იმის ხმას, რომ ჩვეულებრივი მშრალი ზედაპირებიდან ავეჯიდან და ასე შემდეგ უკიდურესად იშვიათი დავარქვათ. ხო და აი მაქვე შეგეკითხები, ჭირდება თუ არა დეზინფექცია სკოლებს ან მაგალითად საბავშვო ბაღებს, სადაც მუნი ფიქსირდება, აი თუ ამ ფომიტებს არ ჭირდება, თქვათ რაღაცა თუ არ გადადის ფომიტებიდან. გადაწმენდათ საკმარისია, თუმცა ხა 1000 დეზინფექცია რაღაცეთ იმას არ აწყენს, მაგრამ სპეციალური რამე ეს ღონისძიება არ ჭირდება. არ ჭირდება, არა, იმიტომ რომ კიდევ მეორე ზედაპირებზე ისედაც ძალიან ნაკლებად ძლებს. აქ ისევ და ისევ ლაპარაკია ქსოვილებზე.
ქსოვილები უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი, თეთრეული პირსახოცები 50 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე, შესაბამისად სარეც მანქანაში და ისეთი საგნები, რომლებიც ვერ გაირეცხება, უნდა დაილუქოს ფერმენტულად. პარცელოფანში. კი, 72 საათი, ანუ 3 დღე. მაგალითად, შეიძლება ის იყოს რბილი სათამაშო, ხო, თუ ვერ ვრეცხავთ, 3 დღეში მუნის ტკიპა იღუპება ადამიანის. ავის კამარზე თუ დარჩება მუნის ტკიპა, ვიცით რომ, ვთქვათ, მუცლის წინა კედელი ერთ-ერთი აქტიურია მუნის ტკიპის გავრცელებისთვის, ასევე ხელები ეს წინა მხრი, რა ქვია მას, ეს ზედაპირები, ხო, მომხრელი ზედაპირები. შეიძლება და აქაც იგივეა, მოკლედ, ყველა ესეთი საგანი ცელოფანში დაილუქოს 3 დღე ჯობია და შესაბამისად ის გახდება უსაფრთხო გამოყენებისთვის. ამიტომ მოკლედ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ის პანიკა რაც ახლა ქალაქშია, ამ ზედაპირების შეხებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. და გავაგრძელებ აზრს, აი ესეთი შემთხვევები, როგორიც იყო ადრე ხშირად, რომ აი კვირაობით, თვეობით გაწამებული ადამიანები მოდიოდნენ, რომლებსაც დიაგნოზი არ ჰქონდათ დასმული, ან შემცირდა. ეხლა სტატისტიკას ისევ ვერ მოგახსნებთ, მაგრამ ლოგიკურად ვამბობ, რომ შეიძლება ამ პანიკამ და ამ სიტუაციამ ამ მხრივ ცოტა სასარგებლოდ გამოაფხიზლა ხალხი. კი, რომ დიაგნოზი დროულად დაისვას, თორე აი რაღაცნაირად თვითონ მუნი არავის არ ახსენდებოდა, ჯერთი სტიგმატიზებულია და უკადრისობენ ადამიანები, როცა ეჭვს გამოთქვამ. პირველი რეაქცია ყოფს ესაა, როცა პაციენტს ვეუბნები ხოლმე, რომ მუნზე გამოსაკვლევია, მე მუნი საიდან უნდა მქონდეს ძალიან წვინთ. ეგეთი ინფექციები ბევრია სამწუხაროდ, რომელზეც ძალიან ფრთხილად ვეუბნებით, რომ დიფერენცირება ჭირდება, იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან წინთ და შეურაცხყოფად მიღებენ. ნუიც ერთ-ერთი ასეთია და ეხლა თითქოს უკვე ესე აღარ უნდა იყოს წესი და ექიმებსაც და პაციენტებსაც დროულად გაახსენდებათ ამის შემდეგ უკვე მუნი და დიაგნოსტიკა დროულად ჩატარდება და ასე ხანგრძლივად გაწვალებული უდიაგნოზო პაციენტები აღარ უნდა იყოს. მაია, აი გია საუბრობდა ახლა, რომ შეიძლება მუნის მკურნალობამ თავის მხრივ მალანოს გამოყენებამ ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ხომ, რაც თქვა. ასევე მუნის გართულებულ შემთხვევებში ლიტერატურაში აღწერილია საკმაოდ მძიმე ფორმის ლიმფადენიტები, ანუ ლიმფური კვანძების გადიდებები. ეს რა არის, რა იწვევს ამას გია შენ თუ მეტყვი, რატომ დიდდება ხოლმე ეს ლიმფური კვანძები მუნის დროს? ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ერთის მხრივ ჩვეულებრივ თქვათ მიმდინარე მუნის შემთხვევაში შეიძლება იყოს მსგავსი ან მკურნალობის ფონზე, როდესაც ხდება თვითონ ქანის დაზიანება და მეორადი ინფექციის განვითარება, რომლის შედეგადაც ხდება უკვე ლიმფური სისტემის მხრიდან რეაგირება, ვინაიდან ეს არის იმუნიტეტის პასუხი ანთებით პროცესზე. შესაბამისად მიმდინარეობს გარკვეული ანთებითი პროცესი, რომელიც ხასიათდება. შევატრიალოთ მუნი, რადგანაც მთელი რიგი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს ხშირია, აი მაგალითად აინფიცირებულებში მუნი საკმაოდ ხშირია და მძიმედ მიმდინარეობს. ნორვეგიულ მუნს ეძახიან მაგას, რომ უფრო მეტად აქერცვლით და ქრონიკულად შეიძლება განვითარდესო, ხო? და ამიტომ შეიძლება უბრალოდ ასოციაცია განახია ლიმფური კვანძების გადიდებასა და მუნს შორის, მაგრამ შეიძლება საერთოდ პირველ იყოს რაღაცა სხვა დიაგნოზის გამო ლიმფადენოპათია და მუნი მეორადი დაავადება. მოკლედ ეგ გასათვალისწინებელია, რომ იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებში მუნი ბევრად უფრო შეუპოვრათ რეციდიულად და ხანძრით. ვისაც დაბალი იმუნიტეტი აქვს, ხო აუცილებლად უნდა ვთქვათ ინკუბაციური პერიოდი, ანუ ადამიანს შეიძლება არ აწუხებდეს რაიმე ტიპის ჩივილი, რომელიც ქავილით არის გამოხატული და ის იყოს მუნით ტკიპის კაბიესით ინფიცირებული და ამ დროსაც, როდესაც მას ჩივილები არ აქვს, იყოს გადამდები სხვა ადამიანისადმი. რამდენ ხანს გრძელდება მაგალითად კონტაქტიდან, აი რამდენ ხანს შეიძლება მაქსიმალურად გაგრძელდეს, რომ კონტაქტიდან გამოვლინდეს მუნი. დაახლოებით 4-6-8 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს ინკუბაციური პერიოდი, ანუ ხანგრძლივი აქვს. ოღონდ ამ დროს ტკიპა უკვე ბინადრობს კანში და სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ ქონდეს ადამიანს ჯერ, მაგრამ იყოს გადამდები გარშემოყოფებისთვის. ისე ძალიან კომფორტული იყო სპრეი იყიდებოდა ადრე, სპრეგალიერ, რომელიც ეხლა არ ვიცი იყიდება თუ არ იყიდება. ისე ეგეც საინჟინრო. ზოგჯერ ჩდება ხოლმე აფთიაქებში, ზოგჯერ არის.
ბევრი ფორმა არსებობდა მისი, ასეც მის გასარეცხნარიც და ასე შემდეგ. და ძალიან კომფორტული იყო, იმიტომ რომ მკურნალობა რამდენ ხანს გრძელდება, ესეც რომ უთხრათ მსმენელებს და მაყურებლებს. მალამოც ადამიანი ისმევს მთლიანად მთელ ტანზე, დაახლოებით 8 საათი და მეტიც დაიტოვებს დაბანამდე და ეს ერთჯერადად ხდება და მე ისე უნდა გამეორდეს თავიდან. რამდენი ხნის მერე? ერთი კვირის შემდეგ. და ამით თქვა თუ კი რაიმე ჩარჩენილია კანში, საბოლოოდ რომ აღმოიფხვრას. და იგივე უნდა გააკეთონ მჭიდრო კონტაქტში მყოფებმა. პროფილაქტიკური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ გამონაყარი აქვს თუ არა ოჯახის წევრებმა და სქესობრივმა პარტნიორებმა განსაკუთრებით. ხო, იმიტომ რომ მუნი რაღაც გარკვეულწილად ჩვენ ადრეც ქონდა საუბარი, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ნუსხის ჩამონათვალში, ხო? ხო, კლასიკურად სქესობრივად გადამდები ინფექცია შეიძლება არ გავიაზროთ, მაგრამ რადგანაც გადადის კანით კონტაქტით, შესაბამისად სქესობრივი პარტნიორები მაღალი. ერთ-ერთ მკურნალობასთან დაკავშირებით მინდა ვახსენო, რომ აი მკურნალობის გარეშე როგორც წესი პროგრესირებს მუნის შემთხვევაში ეს პროცესი, მაშინ როდესაც ალერგიის შემთხვევაში შეიძლება იყოს უკუგანვითარება, ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ თუ ხდება პერიოდული გამოჩენა ამ გამონაყრის შემდეგ გაქრობა, როგორც წესი ამ შემთხვევაში ვფიქრობთ უფრო ალერგიაზე და არა მუნზე. მუნი არის პროგრესირებადი დაავადება ამ მკურნალობის გარეშე. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, თავმნიშვნელოვანია რომ ანალიზი გაკეთდეს და მუნის ტკიპა ინახოს მიკროსკოპში და თუ უკვე მიკროსკოპში მას შევხედავთ, ესე იგი დიაგნოზი ძალიან მარტივი, ასევე ცხოველებთან დაკავშირებითაც მინდა ვიკითხო, რომ არის ესეთი მოსაზრება, რომ ცხოველმა შეიძლება მაგალითად გადასცეს ადამიანს ეს ტკიპა. ეს ვიკითხე, იმიტომ რომ აი ქეციან ძაღლებზე ამბობენ ხოლმე, რომ ცხოველებს ისედაც სამწუხაროდ სულად ექცევიან ჩვენთან სრულად მსახურებლად და ეხლა კიდე ახალი საბაბი გაუჩნდათ, იმიტომ რომ რატომღაც გონიათ, რომ ქუჩის ძაღლები ან კატები შეიძლება იყოს მუნის გადამტანები და აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არიან. მუნი გადადის ადამიანიდან ადამიანზე. მე პოსტის ქვეშა ძალიან ბევრი მედავებოდა, იმდენად გამჯდარია ეს, რომ მიხსნიდნენ, რომ მე არ მოგწონს ინფორმაცია და სინამდვილეში ძაღლებისგან გადადის მუნი. აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია ეს. ძაღლებშიც არის ეს დაავადება კანქვეშა ტკიპის სახელით ცნობილი, რომელიც ადრე ვერ იკურნებოდა და ეხლა ძალიან მარტივად ერთი სხვა დაავადება, რომელიც არ გადადის ადამიანს. პრინციპში რა ვიცი, მგონი მუნზე სრულფასოვნად ვისაუბრეთ, რამეს ხომ არ დაამატებდი კი მაია. ძალიან მნიშვნელოვანია თავიდანვე ვიფიქროთ დიფერენციალური დიაგნოსტიკაზე და თავიდანვე განსაზღვროთ რა დაავადებას მკურნალობთ და არ დაუცადოთ იმას, რომ არაეფექტური მკურნალობის, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ვიფიქროთ მხოლოდ თვითონ ამ მუნზე იმის გამო, რომ გარკვეულ სტიგმასთან არის დაკავშირებული, ანუ ეს დაავადება ჩვეულებრივ უნდა განვიხილოთ გამონაყრის შემთხვევაში, ძალიან ბევრ შემთხვევაში არის არატიპიური გამონაყარი და შეიძლება საქმე გქონდეს მუნთან და არა ვთქვათ იგივე ალერგიასთან. ზოგჯერ აი ტილების შემთხვევებთან შეიძლება იყოს ასევე დიფერენციალური დიაგნოსტიკა გასატარებელი. გასაგებია, მადლობა, მოკლედ თუ ვინმეს მუნი დაგემართათ, ყველაფერი რიგზე იქნება ეს ინფექციური დაავადება, რომელსაც ბღერი ქვია ქართულად, ძალიან მარტივად იკურნება. თავარია რომ დიაგნოზი იყოს დროულად დასმული და პრინციპში პანიკა საფუძველიც ეხლა ასე რომ ვთქვათ. საპანიკო ჩვენს და ჯანდაცვას იმდენი აქვს, რომ ხა მუნზე ნუ გავიპანიკებთ. მადლობა რომ გვიყურებდით, ეს იყო პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და აგვალაიკოთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ერთგვარი мотиваცია რომ კიდევ და კიდევ უფრო და უფრო საინტერესო თემები წარმოგიდგინოთ ერთი კვირით გემშვიდობებით, მადლობა.